რამდენიმე მთავარი გზავნილი ჰქონდა დღეს მიხეილ სააკაშვილს შემაჯამებელი სიტყვის დროს დაიწყო მოლდოველებისთვის მილოცვით, რადგან თulis რომ ახლა მოლდოვაში პროდასავლურმა ძალამ გაიმარჯვა და ის შეცდომები არ დაუშვეს, რაც საქართველოში იყო დაშვებული. გარდა ამისა, ისაუბრა საქმის აბსურდულობაზე, ხაზი გაუსვა იმას, რომ ვერ იპოვიან მისგან გაფლანგულ თანხას და წესით ეს პროკურატურას ვერ უნდა ენახა, რადგან ყველაფერი არის დოკუმენტურად დასაბუთებული და რაც მთავარია, ისაუბრა მოახლოებულ 4 ოქტომბერზე და სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ იქნება პროვოკაციები, თუმცა თulis რომ ძალაუფლება საკუთარ ხელში მოქალაქეებმა უნდა აიღონ. ჩემზე საქმის აღძვრა და ტყვეთ ჩავარდნის შემდეგ ციხეში გამწესება, იქ კი წამება და მოწამვლა გათვლილი იყო თანამებრძოლების საბოლოო დათრგუნვაზე და საერთოდ დაჭერების ნორმად დანერგვაზე. საერთოდ ივანიშვილის პოლიტპატიმრები იყოფა 4 ძირითად კატეგორიად. პირველი, მოსკოვიდან ბრძანები დაჭერილები მე, რომა შამათავა, სპეცრაზმელები და ოქროაშვილი, რომელიც ახლა არანაირ საფრთხეს არ უქმნიდა მათ. მეორე, პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის მეც და ლევან ხაბეიშვილიც. მესამე, საპროტესტო მოძრაობის აქტივისტები და სინდისის პატიმრები. მეოთხე, ის ხალხი, ვინც ივანიშვილთან ბიზნესს აწარმოებდა და მას თვალში არ მოუვიდა. ამათ განსაკუთრებით სასტიკად ექცევა გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც მოწამლეს, ბაჩიაშვილი აცემინა. ვიცი რომ ჩვენ ისტორია გაგვამართლებს. უახლოეს დღეებში ველი პროვოკაციებს, მაგრამ არაფერი გამოუვათ. ხალხმა უნდა აიღოს ძალაუფლება ხელში. ისე როგორც მოლდოვაში. რუსეთი უნდა დამარცხდეს. ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული მისია. აიღეთ ხელისუფლება ხელში და ნურაფრის გეშინიათ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით პროკურატურა უკმაყოფილოა და თulis რომ როგორც სააკაშვილის, ასევე ჯანაშიას შემთხვევაში სასჯელი გაცილებით მკაცრი უნდა იყოს, ამიტომ საქმის წაღება დაანონსეს დღეს უზენაეს სასამართლოში. რაც შეეხება სააკაშვილის ინტერესების დამცველს და მის თანაგუნდელებს, ისინი თვლიან, რომ მესამე პრეზიდენტი ახლა ივანიშვილის მიერ სამაგალითოდ ისჯება. 49 ბაინდერისგან შედგება ეს 9 მილიონი ლარი. მინდა გითხრათ, რომ არც ერთი დოკუმენტი არ მოიპოვება საქმეში და არც ერთი დოკუმენტი არ შედგენილა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს თანხა რაიმე ფორმით მოხმარდა სახელმწიფო მნიშვნელობის ან რაიმე კანონიერ ინტერესს. ჩვენ ვითხოვდით, რომ ის მუხლით, რა მუხლითაც იქნა დაკვალიფიცირებული თეიმურას, ჯანაშიას დანაშაულებრივი ანუ ქმედება, გადაკვალიფიცირებულიყო ანუ სწორად და კანონიერად გაფლანგვაზე. შესაბამისად, სანქციაც უფრო მკაცრი აქვს ანუ გაფლანგვას, თუ მისი ქმედება გადაკვალიფიცირდებოდა ანუ გაფლანგვაზე, შესაბამისად მას უფრო მკაცრი სასჯელიც დაენიშნებოდა. დღევანდელი გადაწყვეტილება ფორმალურ პროცესში მონაწილეობა ეს არ არის, არც სასამართლო ეს არ არის. ეს ადამიანები არიან წარმოდგენილი სხვადასხვა ფორმებით, მხოლოდ და მხოლოდ დამხმოვანებელი. AI-ის ხელოვნური ინტელექტის გამოიყენებდა თუ მათ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ სუდის სახელით შევლენ ისტორიაში ამ საქმისთვის. ამ პროცესს გასაგებია, რომ სასამართლოსთან და კონკრეტულად დამოუკიდებელ მართლმსაჯულებასთან არანაირი საერთო არ აქვს, ყველაფერი წინასწარ არის დაწერილი ოცნების პოლიტიკურ კაბინეტებში და ის მოსამართლეები, რომლებიც მხოლოდ ამ გადაწყვეტილებას ვერდიქტს კითხულობენ და აჟღერებენ, არიან მათი პოლიტიკური დაჯგუფების ჭანჭიკები. ჩვენ გვაქვს ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების პოლიტიკური პარტიის პოლიტიკურ დავალებების შესრულებასთან საქმე. რა თქმა უნდა, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ფინანსურ, სამოქალაქო ნაწილში, ისევე როგორც სისხლის სამართლებრივი დევნის კუთხით, ყველაფერი იყოს მაქსიმალურად დამძიმებული. დღეს ეგრეთ წოდებული პიჯაკების საქმეზე 2 სასამართლოს გადაწყვეტილება ვიხილეთ. ერთი იყო საქალაქო სასამართლოში, სადაც სამოქალაქო კოლეგიამ ჯანაშიას და სააკაშვილის 9 მილიონამდე ლარის ანაზღაურება დააკისრა და მეორე იყო სააპელაციო სასამართლო, სადაც სააკაშვილს 9 წლით, ხოლო ჯანაშიას ჯარიმა 300,000 ლარის ოდენობით ძალაში დატოვა მეორე ინსტანცია.